სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. მშვიდობა თქვენ და თქვენ სალს. მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელი თემა არის ღვთის შიში და ღვთის სიყვარული და ჩვენ ვისაუბრებთ ამის შესახებ. მეგობრებო, ყველა კეთილი თვისება და სიბრძნე იწყება ღვთის შიშით. ანუ ღრმა პატივისცემითა და შეგნებით, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და ღმერთი ყველაფერს მართავს. ის აკონტროლებს ყველაფერს. როცა სინათლე შევა ბნელ ოთახში, სიბნელე ქრება. ასეა მაშინაც როცა ღვთის შიში შევა ადამიანის გულში, ის გამოდევნის ბოროტებას და ადამიანს აავსებს სიკეთითა და სიბრძნით. ღვთის შიში, მეგობრებო, ღვთის შიში ადამიანს იცავს მთელი სიცოცხლე. სანამ ის ცოცხალია. როცა კაცი გარდაიცვლება, ეს შიში წაიყვას მას წმინდანებთან და მიიყვანს ნეტარ ცხოვრებამდე, ანუ ღმერთთან ყოფნის სიხარულამდე. ყველაზე საშიშია ღვთის შიშის დაკარგვა, მეგობრებო. წმინდა მამები პირდაპირ გვეუბნებიან, ხო, რომ კიდევ ერთხელ გავამეორებ, ყველაზე საშიშია ღვთის შიშის დაკარგვა. ეს ადამიანს ღუპავს. ხოლო ღმერთზე ფიქრი და მისი შიში გვაცხოვნებს და გვიცავს ბოროტებისგან. არაფერი არის უფრო საშინელი ვიდრე უფლის სიტყვების გაგება, ხო? გახსოვთ სახარებაში. არ გიცნობთ თქვენ. წარმოიდგინეთ, ღმერთმა დაიფაროს თითოეული ადამიანი, რომ გაიგოს ეს სიტყვები. ანუ ღვთის შიში ადამიანს აძლევს მადლს, რადგან სწორედ ის შობს კარგ ქცევებს, ხო და ჩვევებს, რომლებიც გვაქცევს სათნო ადამიანებად. ისევე როგორც სუნთქვა საჭირო სიცოცხლისთვის, ასევე მუდმივად გვჭირდება თავმდაბლობა, სიყვარული, ლოცვა, კეთილი საქმეების კეთება, პატიება, შენდობა და ღვთის შიში. თუ ადამიანი თავს არ ატყუებს დიდები და თავდაბალია, ღვთის შიში მის გულში იზრდება, მეგობრებო. ღვთის სამსჯავროზე ფიქრი შობს ამ შიშს. ხოლო უყურადღებობა სინდის, ესე იგი, კარგავს სათნოებებს, ხო? უყურადღებო სინდის კარგავს სათნოებებს. როცა ღვთის შიში შევა გულში, ხო, ადამიანი ხედავს საკუთარ ცოდვებს, მეგობრებო. ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენ ცოდვები. რომ ჩვენ ყველა ცოდვილები ვართ. ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ჩვენ ღვთის გარეშე და ქრისტეს გარეშე, ხო, ჩვენ თვითონ უფალი ამბობს სახარებაში, არა, პირდაპირ ამბობს, რომ არაფრის კეთება არ შეგიძლია ჩვენ გარეშე. სინანული, მეგობრებო. სინანული მეორე მადლია, გნებავთ, რომელიც მოდის რწმენითა და ღვთის შიშიდან. ეს შიში თავიდან გმართავს, ხო, როგორც კაცრი მამ, თქვა, ასე თქვა, სანამ არ მივახცევთ სიყვარულს, ანუ სამოთხეს. როცა სიყვარულს მივახცევთ, შიში ქრება, რადგან სიყვარული ხდება ჩვენი გზამკლავი. მოციქული იოანე ამბობს, სრულმა სიყვარულმა განდევნა შიში. ეს ნიშნავს რას, მეგობრებო, რომ
არსებობს ორი სახის შიში. ერთია დაწყებითი, ანუ როცა ადამიანი ღმერთს ემორჩილება, სასჯელის შიშით, ხო? ანუ როგორც მონა, ხო? აი მას ეშინია რომ რაღაცა ესე იგი სატანჯოში არ მოხდება, მოხდებით. მაგრამ მეორე არსებობს, ანუ სრულყოფილი, როცა ემორჩილება სიყვარულით, როგორც შვილი. ესე იგი როგორ მოვიპოვოთ ღვთის შიში, მეგობრებო, ნახეთ. გვახსოვდეს სიკვდილი და საუკუნო ცხოვრება. ყოველდღე ჩავიხედოთ საკუთარ თავში, როგორ გავატარეთ დღე და ღამე. ერთი წუთი დაუთმოთ მხოლოდ. ასაგებია რომ დროში თანდგავს, ესე იგი მთელი დრო არის დღეს სოციალურ ქსელებში მიმართული თამაშები, ტელეფონი და ყველა ტელეფონში ვართ, ყველანი. დიდი, პატარა. და ერთი წუთი, ეს 60 წამი გამონახოთ, რომ დავფიქრდეთ, რომ აი დღეს რა გავაკეთე მე, იმისთვის რომ ერთი აი სანტიმეტრით, ესე თქვა, მაინც მივახლოვდე ქრისტეს. რამე გავაკეთე, ვინმეს დავეხმარე, ვინმეს კეთილი სიტყვა რამე ვანუგეში უთხარი, ესე იგი დავაპურე, მივეცი პური, ცივიწყალი დავალევინე გაჭირებულს, მივეცი ერთი 50 თეთრი მაინც გაჭირებულს მივეცი. ვიყავი ელოცვაზე, ვიყავი წირვაზე, როდის ჩავაბარე ბოლოს აღსარება, როდის ვეზიარე. საერთოდ აღარ მინდა არავის არ ვაწყენიო და არც ვაწყენიებ არავის, რა თქმა უნდა, მაგრამ ადამიანები ზოგჯერ წელიწადში ერთხელ დადის ეკლესიაში აღდგომის დღეს. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, პირველი ნიშანი იმისა, რომ ადამიანს ღვთის შიში აქვს, არის სოდვის სიძულვილი, ისე როგორც მრისხანება, იმ ხეზე, რომელმაც დაგკბინა. ვინც ზედმეტად არის, ესე ვთქვათ, მიჩვეული სიამოვნებასა და დაუდევრობას ის ვერ იგრძნობს ღვთის შიშს. ადამიანებს ხშირად უფრო, ესე იგი, ეშინიათ სხვა ადამიანების, ვიდრე ღმერთის უკაცრავად, ხო? ეშინიათ დაკარგონ ფული, პატივი, დიდება, კომფორტი, მაგრამ არ ეშინიათ დაკარგონ მარადიული ბედნიერება. ეშინიათ დროებითი ტანჯვის, მაგრამ არა მარადიული. მეგობრებო, ღმერთმა მოგცეს ჩვენ ყველას სინანული, მეტი თავდაბლობა, მეტი სიყვარული, მეტი მოწყალება, პატიება, ვაპატიოთ ადამიანებს, აი არ უნდა აქვს ბევრი, ესე თქვა, ფილოსოფია და ბევრი რაღაც ფიქრი. აი 2x2 4-ია, ხო? მარტივად გეუნება უფალი. თუ შენ აპატიებ, ხო? შენს გაპატიებ მეცო, უფალი გეუნება, ხო? საშინელ სამჟავროს დღეს და ისედაც ცხოვრებაში აქა და იქაც. უფალი გაპატიებს, შეგიწყალებს შენს თუ შენ აპატიე. ოღონდ ეს აპატია არ უნდა იმას კი არ უნდა ვაპატიოთ, თქვა ჩვენ შვილს, რა თქმა უნდა ვაპატიოთ, მაგრამ რაზღულისმობა, ოჯახის წევრებს, ახლობლებს არა, იმას უნდა, რა თქმა უნდა ვაპატიოთ ოჯახის წევრებსაც, მაგრამ იმას უნდა აპატიო, ვისაც შენ ნამდვილად, აი ესე იგი გული დაგწვიტა, ხო და გატკენე, გაპატია, შეურაცხყოფა მოგაყენა. აი იმათ უნდა აპატიო გულით. შეგეწიოთ და დაგლოცოთ ღმერთმა. მადლი უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. გაიხარეთ.